ხშირად საუბრობთ შემთხვევებზე, როდესაც ქართველები ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ქართულ კულტურას აცნობენ მთელ მსოფლიოს. ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ საქართველოს კამერული სოლისტების საკონცერტო მიმართულებაზე. ეს არის ძალიან საინტერესო ორკესტრი, რომელიც არის დაკომპლექტებული როგორც ევროპაში მცხოვრები ქართველებით, ასევე საქართველოში მცხოვრები ქართველებით, რომლებიც პერიოდულად უერთდებიან ემიგრანტებს და ერთობლივ ძალიან საინტერესო პროგრამას გვთავაზობენ. კადრში ახლა ჩვენ ვხედავთ სანდრო თიგიშვილს, რომელიც არის დამაარსებელი ამ ორკესტრის. ის თავად შვეიცარიაში ცხოვრობს უკვე 26 წელია. მისი ინიციატივა არის ამ ორკესტრის არსებობა და მისი აქტიურობით ყოველწლიურად, აი მართლა წელიწადი არ გაივლის, რომ ძალიან საინტერესო კლასიკური ღონისძიება არ შედგეს, სადაც სწორედ რომ ქართული მუსიკა იქნება წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში კადრებს რასაც ვხედავთ, ეს არის გადაღებული რომში, წმინდა აგატა გოტის ტაძარში, სადაც გია ყანჩელის 90 წლის იუბილე აღინიშნა. მუსიკაზე ვცნობთ და თქმა უნდა ყანჩელის მუსიკას. და საოცარი აკუსტიკა იქნებოდა წარმოდგენილი. კადრი რაღაც თავისი მუსიკით ძალიან ჰარმონიული არის, მართლა ძალიან ჰარმონიული არის იმ გარემოში, სადაც მიმდინარეობს კონცერტი. კონცერტი ვატიკანში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ეს კონცერტი იყო დასკვნითი ნაწილი მთელი პროგრამისა, რაც ამ შემოდგომაზე ჰქონდა ამ ორკესტრს და მანამდე ჩატანდა ასევე იტალიაში არის ძალიან საინტერესო საერთაშორისო ფესტივალი ცენტრალურ იტალიის გულში ორვიეტოს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ქვია. მე ხა ლეპტოპში გაჩვენებთ ამ ფესტივალის საიტს, სადაც ამაყად არის წარმოდგენილი საქართველოს კამერული სოლისტების ორკესტრი, მათი თავიანთი პროგრამით, ასე ვთქვათ. ძალიან სასიხარულო ამბავია, აი ძალიან. სტატიას, სადაც ძალიან კარგი რეცენზია დაიწერა ამ ორკესტრის და მათი პროგრამის და მათი შესრულების შესახებ. საერთო ჯამში ბოლო წლებში მოგროვდა ისე, რომ როგორც ყანჩელის მუსიკა, ასევე სულხან ცინცაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ცინცაძის მუსიკა შეასრულა ამ ორკესტრმა და მოკლედ როგორც გითხარით, სეზონი არ გაივლის ისე, რომ ორკესტრმა ქართული კულტურა ევროპელი მსმენელის წინაშე არ წარადგინოს და ჩვენ ვცდილობთ სათანადო დონეზე. სათანადო დონეზე, უმაღლესი საშემსრულებლო ხალისხით და თავად სანდრო თიგიშვილი, ვინც ამ ორკესტრის დამაარსებელია, ყოველთვის არის მაღალ პროფესიული დონით გამორჩეული თავისი ორკესტრის წარმომადგენლებთან ერთად. ვნახოთ, როგორი იქნება მათი სამომავლო გზა და ერთ მინიშნებას მივცემ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ და უნდათ რომ დაესწრონ ამ ტიპის კონცერტს და ქართული კლასიკური მუსიკა მოისმინონ. მე ახლა გაჩვენებთ თავად ამ ორკესტრის ვებსაიტს georgiansolists.com, აი გამოჩნდება ახლა ეთერში, სადაც ყოველთვის არის წარმოდგენილი პროგრამა. აი მაგალითად უკვე არის ყანჩელის პროგრამა წარმოდგენილი, გამოტანილი და თუ რაიმე უახლოესი კონცერტი დაინიშნება, შეგიძლიათ ამ საიტზე ნახოთ და ევროპის სხვადასხვა ქალაქში კონკრეტულ მისამართზე ეწვიოთ მსგავსი ტიპის კონცერტს. დარწმუნებული ვიქნებით, რომ ძალიან ისიამოვნებთ მაღალი ხარისხის შესრულებულ ქართულ კლასიკურ მუსიკას და მადლობა ამ ორკესტრს და პირადად სანდროს, რომ ასე აქტიურობენ ამ მიმართულებით ნამდვილად და ძალიან საამაყოა მათი საქმიანობა. რაც მეტი იქნება ასეთი სახის კონცერტი, რაც უფრო მეტად პოპულარული გახდება ქართველი კომპოზიტორების მუსიკა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და მეტადრე რომ იმსახურებს. ნამდვილად იმსახურებს წყალობით ხშირად ვაშუქებთ იმას, რომ აი ქართველი კომპოზიტორების საოცარი კონცერტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება, ყავს დიდი აუდიტორია, როგორც მარიკამ უკვე აღნიშნა, საშემსრულებლო ხელოვნება არის უმაღლეს დონეზე და მარიკასაც უნდა ვუთხრათ მადლობა, რომ ამ ყველაფერს ვაშუქებს ჩვენთვის და ის ამბავი მომწონს, ეს არის ერთჯერადი ღონისძიება. კონკრეტულად ეს ორკესტრი ნაბიჯ, ასე ვთქვათ, მიზანმიმართულად ყოველ სეზონზე ახალ კონცერტს მართავს და ესეთი საერთო საქმე ყოველთვის იღებს ხოლმე შედეგს, რომ ეს არ იყოს რაღაც ერთჯერადი გაელვება. მიზანმიმართულია ეს და როგორც გითხარით, იყო სულხან ცინცაძე, გია ყანჩელი და ასე გაგრძელდება დიდი წარმატება. მადლობა მარიკა. კარგით, ახლა კი ერთი